დიდი მადლობა სოფო ოხანაშვილი საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში. დილიდან ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე დროშები ნახევრად დაშვებულია. საქართველოს 1921 წლიდან დღემდე დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და რუსული ოკუპაციისა და აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნას მიაგებს პატივს. ოკუპაციის კვირეულს მთელი საქართველო აღნიშნავს. სახელმწიფო დროშები ნახევრად დაშვებულია ქვეყნის ყველა ქალაქსა და ადმინისტრაციულ ცენტრში. მსგავსი მასშტაბების ხსოვნის აქცია საქართველოში პირველად ტარდება, თუმცა ის ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად 25 თებერვალს გაიმართება. 1921 წლის ოკუპაციის დღეს 91 წლის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებზე ნახევრად დაშვებული დროშებით ხვდება. ამ ფორმით მიაგეს პატივი სახელმწიფო უწყებებმა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირებს და ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნას. 25 თებერვლის გლოვის აქცია ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი და რეპრესირებული ქართველების ხსოვნის სიმბოლოც გახდა. ეს არის რეჟიმი, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ 14 დანარჩენი ქვეყანა ძალადობრივად მიუერთა რუსეთის ფედერაციას და შემდეგ 70 წელი მეთოდურად ანადგურა ეროვნული თვითშეგნება ამ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. სწორედ ამის გახსენება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნელ-ნელა ვსწავლობთ ჩვენი თავისუფლების გაფრთხილებას სახელმწიფოებრივ დონეზე. სახელმწიფო დროშები დაუშვეს შიდა ქართლის ადმინისტრაციულ შენობებზეც. რეგიონის ყველა ქალაქი და სოფელი რუსული აგრესიისა და ოკუპაციის დროს დაღუპულებს იხსენებს. საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა იმერეთში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთშიც. ოკუპაციის პირველთან დაკავშირებით დღეს სამეგრელოს ზემო სვანეთის მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია ჩვენი სახელმწიფოს დროშები ნახევრად ნიშნად მოგონებისა იმ ადამიანების, რომლებიც შეეწევენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. თესის იუსტიციის სახლი, რა თქმა უნდა, უერთდება ოკუპაციის კვირეულს, ეს მეტად მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია თითოეული ჩვენგანისათვის და შესაბამისად ამ პროცესში დაღუპული ქართველების მიმართ პატივისცემას ჩვენ ეროვნული დროშების დაშვებით გამოვხატავთ. საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი სასულიერო პირებმაც მიაგეს. ივერის ღვთისმშობლის ტაძრის მოძღვრებმა გმირულად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ძალიან ცოტა რამ არის ჩემთვის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ტაბახმელასთან და კოჯორთან ნაომარი ქართველი იუნკრების მიერ ჩადენილი გმირობა, იცით, ეს ჩვენ ბავშვობიდან გვათბობდა და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და საამაყო თემა. 1921 წლის 25 თებერვალს კოჯოში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს ქრისტიან დემოკრატებმა და გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს. პარტიის წევრებმა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ის თაობა, რომელიც იბრძოდა 21 წელს, სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი ჩვენს დღევანდელ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას. სწორედ ამიტომ არის, რომ მომავალ თაობებს უნდა ახსოვდეთ, რომ აი აქ დაღვრილი თითოეული წვეთი სისხლისა არის მათი თავისუფლებისთვის დაღვრილი. შეძლეს ამ ახალგაზრდა მებრძოლებმა მე-11 არმიის შეჩერება და აი 25-ში ბრძოლის ველიდან ბოლო სწორედ იუნკერები გავიდნენ და ფაქტობრივად ზურგს უმაგრებდნენ ქართულ ჯარს. ამ კვირაში ყველაზე მეტი სტუმარი ყავდა ოკუპაციის მუზეუმსა და საბჭოთა ოკუპაცია ვიზუალური მასალით არის წარმოდგენილი. სტუდენტებთან ერთად ოკუპაციის ამსახველი ექსპონატები დღეს პრობაციონერებმაც დაათვალიერეს. პირობით იმშავდებულები არასრულწლოვანები გაეცნენ საქართველოს ისტორიის იმპულსებს, რომელიც უშუალოდ ოკუპაციას უკავშირდება და ვფიქრობ, რომ ეს თითოეული მათგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი არიან ჩვენი საზოგადოების წევრები და უნდა იცოდნენ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მათი ქვეყნის ისტორიას და შესაბამისად ოკუპაციის პერიოდში ეხება. ოკუპაციის კვირეულში აქტიურად არის ჩართული განათლების სამინისტრო. უწყებამ დღეს რამდენიმე აქცია გამართა. განათლების მინისტრმა ოკუპაციის მუზეუმში ის მოსწავლეები დააჯილდოვა, რომლებმაც განათლების სამინისტროს კონკურსში გაიმარჯვეს სახელწოდებით ოკუპაციის ეპიზოდები. მუზეუმში ოკუპაციის თემაზე მე-12 კლასელის ავთანდილ სოფრომაძის ნაშრომის სისხლიანი აგვისტოს პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი არის 2018 აგვისტოს ამზე, რომელსაც წინ უძღვის ისტორიული შესავალი, რომელსაც მკითხველი წაკითხვა ნათლად დაინახავს, რომ რა ხდებოდა რუსეთის საქართველოში, რა გაგვიკეთა, ასე თქვა რუსეთმა და მიხვდება, რომ რუსეთი არის ჩვენი ნამდვილი პოტენციური მტერი. ყველა იმ ღონისძიება, რომელიც ჩატარდა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, გვაჩვენა ჩვენ, რომ საქართველოში იზრდება ძალიან ჯანსაღი თაობა, რომელიც არასოდეს არ შეეგუება ოკუპაციას და თაობა, რომელიც არასოდეს არ ეცხოვრებს ბოროტების იმპერიაში.
რუსული ოკუპაციის კვირეულისადმი მისხნილი ღონისძიებები გრძელდება სკოლებშიც. თბილისის 52 საჯარო სკოლაში გმირულად დაღუპული იუნკერები ლიტერატურული წარმოდგენით გაიხსენეს. წაიკითხეს მათგან შემორჩენილი წერილები და მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექსები. მე-6 საავტორო სკოლაში კი 21 წლის 25 თებერვლის თემაზე მომზადებული პრეზენტაცია გაიმართა. მოსწავლეებმა ერთი კვირის მანძილზე საარქივო მასალებიდან შექმნილი თემები დაწერეს. ჩვენი სკოლა ატარებს იუნკრების სახელს და პირადად ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, რომ მიმიღო მონაწილეობა ამ ღონისძიებაში და საერთოდ ძალიან ბევრი ღონისძიება გაიმართა ოკუპაციის კვირეულში. ჩვენ უნდა გავაცნოთ ჩვენს თანატოლებს მათი გმირობების შესახებ, რომ ჩვენც ასეთივე საამაყაშვილები ვიყოთ ჩვენი საქართველოს. ოკუპაციის კვირეულს აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეებით შეუერთდნენ. მოზარდები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმ გამოფენას დაესწნენ, რომელიც ოკუპაციას მიეძღვნა. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ ფონდებში დაცულ ქართველი ემიგრანტების საარქივო მასალებსაც გაცნობოდნენ, სადაც ოკუპაციის მოვლენებია ასახული. თბილისი, გორი და ზუგდიდი ღამით ქვეყნის 3 დიდ ქალაქში ხსოვნის აქცია ერთდროულად გაიმართა. სტუდენტებმა ცაში მანათობელი ბურთები გაუშვეს, რომელზეც